ეხლა პოლიტიკურ სიახლეებზე გადავიდეთ. პარტია ლიკუდის შიგნით მიმდინარე ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრდება ორშაბათ საღამოს დაგეგმილი პრაიმერიზის წინ. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც უკვე რამდენიმე რეზერვირებული ადგილისთვის კანდიდატები თავად შეარჩია, ამავე დროს მხარს უჭერს რამდენიმე პრეტენდენტს, რომლებიც პრაიმერიზში მონაწილეობენ. თუმცა, ერთი სახელი, რომელსაც მან საჯაროდ არ დაუჭირა მხარი, არის დეპუტატი ტალი გოტლიბი. კონტროვერსიულ დეპუტატს, როგორც ამბობენ ლიკუდის წევრებს შორის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა შიდა გამოკითხვების მიხედვით, მისი სიის სათავეში განთავსება პარტიას 2 ან 3 მანდატით დააკლებს. სტუდიაში ჩემთან ერთად დამატებითი განახლებებისთვის არის ჩვენი i24 News-ის კორესპონდენტი ბილალ სლადინი. ბილალ, ნეთანიაჰუ, რომელმაც უკვე სცადა პარტიის სიის უმრავლესობაზე კონტროლის მოპოვება. რამდენად საკამათო ან რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პრაიმერები ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ? ჩვენ უყურებთ სათმაოდ დრამატულ პრაიმერებს, რადგან მარტივი მათემატიკაა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ საუბრობთ ლიკუდზე, რომელიც ამჟამინდელი გამოკითხვებით იღებს 23 მანდატს, მიმანდატს ნეთანიაჰუს უკვე დაჯავშნილი აქვს 8 ადგილი. ეს ნიშნავს, რომ 17 ადგილი რჩება 34 წევრისთვის, მათ შორის მინისტრებისთვის და პარლამენტარებისთვის. ასე რომ, ამჟამინდელი ლიკუდის წევრების ნახევარი მომავალ არჩევნებში კნესეთში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ იქნება ძალიან დრამატული ხვალ იმის მოლოდინი, რა შედეგები იქნება. თვითონ იტამარ ბენგვირიც კი ამბობს, რომ მას ლიკუდის წევრები, მათ შორის მინისტრები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ მათთვის ადგილები დაეტოვებინა პარტიაში, იეჰუდიმის პარტიაში. ეს ნიშნავს, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან და იციან, რომ ამ ციკლში ვერ აირჩევიან. ეს, რა თქმა უნდა, ყურადღების ღირსია. ეხლა როგორც თქვით, ნეთანიაჰუ, მან საჯაროდ არ განაცხადა, უჭერს თუ არა მხარს ლიკუდს, ან კონკრეტულად ლიკუდის წევრებს. მაგრამ როცა საქმე ტალი გოტლიბს ეხება, ის პირდაპირ არ ამბობს, რომ ის წინააღმდეგია. მან თქვა, რომ ამჟამინდელი გამოკითხვები, რომელიც თქვენ ახსენეთ, თუ ის მოხდება, იცით, პირველ 10 ადგილში, რომ შესაძლოა ეს ლიკუდს 2-დან 3 მანდატამდე დაუჯდეს. ეს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ნეთანიაჰუსთვის, მაგრამ ის ამბობს, რომ ენდობა ლიკუდის წევრებს, რომ ისინი სწორად მისცემენ ხმას. ის ფაქტი, რომ მან ეს ინფორმაცია სწორედ ამ შემთხვევაში მე-12 არხის მეშვეობით გაავრცელა, ნიშნავს, რომ მას სურს ლიკუდის პარტიის წევრებისთვის გზავნილი გააგზავნოს. ამიტომაც არ სურს, რომ ტალი გოტლიბი იყოს პირველ ადგილებზე, ეს არის ნეთანიაჰუს გამოწვევა ამჟამად. როდესაც უფრო პოპულისტი, უფრო, როგორც იცით, მოდით ვთქვათ, პოპულისტები, ასე უწოდოთ მათ, წევრები, როგორიცაა ტალი გოტლიბი და სხვები, გულწრფელად რო ვთქვათ, წინა პლანზე არის. ეს შეიძლება შეუშალოს ხელი მის მომავალ გეგმებს ლიკუდის პარტიისთვის. რას მიუთითებს ეს ყველაფერი იმაზე, თუ როგორ აპირებს ნეთანიაჰუ კოალიციის შექმნას, თუ ის მართლა გაიმარჯვებს? ის ფაქტი, რომ მას არ უნდა ტალი გოტლიბი და სხვები მოსე ამჟამინდელი მედიის მინისტრი, რომ წინა პლანზე არ იყვნენ, ნიშნავს, რომ ერთობის მთავრობაა ის, რასაც ის ეძებს. მან ეს არაერთხელ თქვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. და ეს მხოლოდ ბენგვირსა და სმოტრიჩზე არ არის გათვლილი, რადგან ისინი უფრო უკიდურეს მემარჯვენე პლანზე არიან, არამედ ასევე ლიკუდის იმ წევრებისთვისაც, რომლებიც ამ შიდა პარტიულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ მათ არ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც შეიძლება პოპულისტებად ჩაითვალა. და მას შეიძლება მაგალითად აიზენკოტთან ერთად შექმნას გარკვეული ტიპის მთავრობა, კოალიცია, რომელიც ბევრ ისრაელელს გააერთიანებს. და ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მას ისრაელების გაერთიანება სურს. მან იცის, რომ შემდეგი მიღწევები, რაც სურს რომ მიაღწიოს, შეიძლება მისთვის ბოლო შანსი იყოს. იცით, ნეთანიაჰუ თითქმის 80 წლისაა, ეს იქნება საუდის არაბეთთან ნორმალიზაცია. ამას ის ვერ მიიღებს ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორიცაა სმოტრიჩი და ბენგვირი, მაგრამ ერთიანი მთავრობა, რომელიც უფრო რაციონალურად, ან უფრო დაბალანსებულად ფიქრობს, თქვათ, როდესაც საქმე დიპლომატიასა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება, შეიძლება მართლაც მოუტანოს მას ეს ერთი ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ასე რომ ალბათ ეს არის მისი მიზანი საბოლოოდ. კიდევ სხვა ამბებიც არჩევნებს უკავშირდება. პოლიციამ გავრცელებული ინფორმაციით ებრაელ ვიზიტორებს ტაძრის ფაზე ლოცვის ციგნები გასვლის ნება დართო. ეს სტატუს-კვოს წინააღმდეგაა და ნება დართული არ არის, მაგრამ თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენგვირი ფაქტობრივად ზედამხედველობს პოლიციას და მათ ზოგიერთ პოლიტიკას. ესეც არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი გადაწყვეტილება არ არის ბენგვირისა და სმოტრიჩის მხრიდან ამ საარჩევნო სეზონს. ბევრი ამას გრძნობს იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე, ასევე არაბულ საზოგადოებაში, თვით ისრაელშიც კი, რომ ისინი გრძნობენ თითქოს ის ცდილობს უფრო და უფრო მეტი პროვოცირება მოახდინოს. ასე რომ
ის მიიღებს მეთქულას თავის ბაზაში ოცმა იეჰუდიტში და ზოგადად ისრაელის მემარჯვენე ფრთაში. ეს ამის ნაწილია. როგორც თქვით, ეს არის რაღაც, რაც აქამდე ტაძრის მთაზე ნებადართული არ ყოფილა. შეგვიძლია მაგალითად აქ დავაკავშიროთ ის, რაც ახლა ხდება კოსოვოში და დასავლეთ სანაპიროს. და რა თქმა უნდა, დანაშაული, რომელსაც ხედავთ არაბულ საზოგადოებაში, სულ მცირე არაბული საზოგადოება ახლა ადანაშაულებს ბენგვირს, მაგალითად, გუშინ პოლიციის ოფიცრები შევიდნენ ქორწილში, ალფამში და იქ ქაოსური ვითარება შეიქმნა. ასე რომ ისინი ასევე ამბობენ, რომ ეს არჩევნების გამო ხდება.